დღეს ეჭერის განათლების სამინისტრომ ვეტერან სპორტსმენებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მიმდინარე და მომავალი წლის მიზნობრივ პროგრამებზე იმსჯელეს. როგორც გარკვეული 2014 წელს ეჭერის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის მიერ შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელიც ვეტერანი სპორტსმენებით იქნება დაკომპლექტებული. სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საპენსიო ასაკის ოლიმპიური თამაშების მონაწილე 21-მდე ვეტერანს 6 თვის წინ ყოველთვიური დახმარება 150 ლარის ოდენობით დაინიშნა. შეხვედრას განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. პრობლემები ბევრი გვაქვს, მაგრამ ამ ბოლო წლებში დახმარება თავრობიდან გვაქვს ნაღდა. დაგვინიშნეს ახლა დამსახურებულ მწვრთნელებს 150 ლარი. ყურადღებას გვაქცევენ ყველა მხრივ ცოტა ცვლილებები არის, მაგრამ მე მგონი რომ გამოკეთდება სტადიონი გვინდა პირველ რიგში. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ საომავლო პროგრამების განხილვაზე და რაც ყველაზე მთავარია, შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელიც მრჩეველთა საბჭოს შესაბამისად იმ სახეობებში, სადაც მიიღეს წვლილი და განვითარება, ეხცილებულად გვექნება რეკომენდაციები, რაზეც არაერთხელ ჰქონდა შეხვედრა ფედერაციებთან, რომ წარმოედგინათ მათ საშუალო სამოქმედო გეგმა.